აი ხა მაგალითად ტრამპის ამ საუბარში რა იყო მნიშვნელოვანი. საკითხს აყენებს ისე რომ რუსეთს უნდა ომის დამთავრება და რუსეთს აქვს მომგებიანი პოზიციები, ხო? და ამ მოცემულობაში ანუ ცალსახად ჩანს ახლა მიკერძოებულია თუ რა არის ტრამპის დამოკიდებულება ცალსახად ჩანს, რომ არის უკრაინას რაც არ აწყობს ამ მოცემულობაში ეგ დამოკიდებული. ხო, ანუ ბოდიში ირაკლი, აი ეგ არის განსამარტი, ეს არის ხო ახლა დეტალური ინტერვიუ ტრამპთან, რასაკვირველია, ეს ხო მოკლე კომენტარი მიადგა ჟურნალისტი და იმას ცხადია ხა იქ დიდი დრო არ ქონდა, რომ კიდე რაღაც შეკითხვები დაისვა, მაგრამ აი რა იგულისხმებოდა რუსეთს აქ კოზირები, ანუ ვისთან მიმართებით, ანუ მე ესე გავიგე, არ ვიცი რამდენად დამეთანხმები, რომ რუსეთს აქ კოზირებიში იგულისხმება, რომ მოლაპარაკებები დამთავრდება უკრაინისთვის ძალიან პესიმისტური, ასე ვთქვათ, სცენარი და არა ამერიკასთან მიმართებით. ანუ იმას კი არ გულისხმობს, რომ ამერიკაა წაგებული. კი ბატონო. უკრაინისთვის იქნება ძალიან ცუდი სცენარით ეს ყველაფერი. კი, ანუ მოლაპარაკებების შედეგები, მოლაპარაკებების საბოლოო ვერსია დასრულდება ისეთნაირად, რომ უკრაინა იქნება უკმაყოფილო. ამას ნიშნავს. იმიტომ რომ რუსეთს აქვს მომგებიანი პოზიცია და კოზირები რუსეთის ხელშია. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა შეეგუოს, რომ უკრაინისთვის არასახარბიელო მოლაპარაკება შედგება. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ? ეხლა სინამდვილეში რანაირ რაღაცას ვადევნებთ თვალს. დასავლეთმა დაპირდა უკრაინას, აი რო გავიხსენოთ. კი, აი ქრონოლოგიურად მივყვეთ. დასავლეთი დაპირდა უკრაინას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას. უკრაინამ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები და სურვილი გამოაცხადა გაწევრიანების. ანუ გამოაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ნატოში, ევროკავშირში. ამის სანაცვლოდ რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა უკრაინას, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა. უკრაინამ უარი არ თქვა ნატოში გაწევრიანებაზე, ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ამას მოყვა კონფლიქტი. საუბრობთ ჯერ კიდე 2014 წლამდე მდგომარეობაში. კი, ანუ მე მოკლედ ვცდილობ, რომ ქრონოლოგიას გავყვეთ, იმიტომ რომ დღეს რასაც ვხედავთ, აი მაგისი სპეციფიკა რო ბოლომდე გაირკვეს ყველასთვის. ანუ უკრაინამ უარი არ თქვა ულტიმატუმის მიუხედავად, ამას მოყვა კონფლიქტი. რუსეთმა საპასუხოდ იმისა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებას ცდილობდა, კონფლიქტი დაიწყო, რომ მაგას დაარქვა ის, რომ თავის საზღვრებთან არ მისცემს უკრაინას უფლებას ნატოს ჯარების განთავსება. კონფლიქტი დაიწყო. მერე როცა კონფლიქტი გადავიდა 2022 წლის ეს ეხლანდელი ომი, მაგ დროს დაახლოებით ერთი თვის მერე კონფლიქტის დაწყებიდან, ერთი თვის მერე სიტუაცია იყო მოლაპარაკებამდე მისული. ანუ ომი მთავრდებოდა. დაახლოებით ერთი თვის ვადაში ომი მთავრდებოდა, შეთანხმება თურქეთში უკვე ხო მოლაპარაკებები იყო დაწყებული და უკვე შეთანხმება თითქმის მზად იყო. ისევ დასავლეთის ბორის ჯონსონ ინგლისიდან ჩადის უკვე მაშინდელი მთავრობა ჩადის უკრაინაში და ეუბნება, რომ არ არის საჭირო ამ მოლაპარაკებებზე დათანხმება, გააგრძელეთ და დასავლეთი თქვენს გვერდშია. ასეთი დაპირებები გასცა, ხო? ასე გაგრძელდა ომი და ეხლა გავიდა 3 წელი. 3 წელია ომი რაც დაწყებული. 3 წელი სრულდება ეხლა. 3 წელი სრულდება. ამდენიმე დღეში. ხო, ანუ ომის მასშტაბი არის კოლოსალური. უზარმაზარი ომი მოხდა, მეორე მსოფლიო ომის მერე რო არ ყოფილა ამ ხელა. ეგეთი ომი მოხდა და გავიდა 3 წელი და ეხლა ვხედავთ რას? ეხლა ვხედავთ ამერიკა გამოდის და იძახის, რომ უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ომი, ნატოზე უარი უნდა ეთქვა თავიდანვე.
და ეხლა ამერიკა მოელაპარაკება რუსეთს და უკრაინა უნდა დათანხმდეს, იმიტომ რომ კარტები რუსეთის ხელში. სხვათა შორის ბოდიში ირაკლი აქვე დონაცია გვაქვს ზაკო წერს ეს ტრამპი ან დაუღბავს ან ააშენებს ამერიკას. კი ბატონო, ეგ რა თქმა უნდა, ან ერთი იქნება ტრამპის ნაბიჯები არის საკმაოდ ხისტი. ანუ რისკებსაც შეიცავს. რისკების შემცველია, იმიტომ რომ რა კურსიც ქონა აღებული ბაიდენის ადმინისტრაციას, იქიდან სწრაფად გადახვევას ცდილობს, საკმაოდ მოკლე დროში ცდილობს სხვა მიმართულებაზე გადაწყობას, რაც თავისთავად ცხადია რისკებს გულისხმობს და გარკვეული თვალსაზრისით მართლაც დაზიანდება ამერიკა. აი ამ უკრაინის შემთხვევით ამერიკა დაზიანდება. უკრაინა კი რაღაც კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდება, მაგრამ ამერიკაც მშრალი მთლად ვერ გამოვა. და ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს მოცემულობა, რაც ახლა ვხედავთ, რომ ამერიკა რუსეთთან ლაგდება, უკრაინამ ყველაფერი წააგო და საკმაოდ ცინიკურად შეუძლია ამერიკას უკრაინის გადაგდება, ისე რომ თან ამაზე დიდად არ ინერვიულოს, ყურადღება არ გაამახვილოს, პირდაპირ საკითხი დააყენოს ისე რომ უკრაინა თავის საქმეს საერთოდ არ დაეწყო ომი. რა ჩვენი საქმე. აი პირდაპირ ასე აყენებს საკითხს და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა საქართველოში ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან. აი სხვათა შორის შეერთებულ შტატებს ეს გადაგდების პოლიტიკა, რასაც ჩვენ ეხლა ემოციურად ვეძახით გადაგდებას, მაგრამ პოლიტიკაში ამას ყველა პროცესი არის განპირობებული ინტერესით, ხო? თავის დროზე როგორ გამოვიდა ავღანეთიდან, ხო, იქაც სიჩქარეებში გადაგდება მოხდა რეალურად თავიანთი, ასე ვთქვათ, მოკავშირე ძალების მაგრამ და ნუ მე ხა ვადევნებ თვალყურს მათ შორის საქართველოშიც რა შეფასებები კეთდება და არის ხალხი რომელიც ხელოვნურად ცდილობს საკუთარ თავს აძარებს, გარკვეულწილად თავს იტყუებს, მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული საექსპერტო წრეები და ამბობენ, რომ ამერიკა არ დათმობს ბოლომდე და მათ შორის არ დათმობს საქართველოსაც, თუნდაც იმიტომ რომ ეს მისი იმიჯისთვის იქნება დამაზიანებელი და მე ცოტა ესე ვფიქრობ, რომ მანდ გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკა. ის შეიძლება ვთქვათ, როცა გამოვიდა ავღანეთიდან, მაშინაც დაზიანდა მისი იმიჯი, მაგრამ ამერიკა, რომელსაც გარშემო ოკეანე აკრავს და ჩრდილოეთით კანადა და ქვემოთ მექსიკადან დიდად ეხა მისთვის არც ერთი და არც მეორეა სასიცოცხლო საფრთხე, ხო? ამერიკას აქვს მაგის ფუფუნება, რომ ესა თუ ის კამპანია წარმატებით დაუსრულდეს, ხადი არ არის სასურველი, მაგრამ ხდება ხოლმე და ამას არ მოყვება ხოლმე ამერიკის ჩამოშლა და ჩამონგრევა, ხო? რაღაც გადის პერიოდი, მოძლიერდება ისევ და ვთქვათ, იძლიერებს პოზიციებს, ხო? ეგ უფრო რუსეთს შეიძლება დაემართოს. რატო? იმიტომ რომ რუსეთი არის მატერიკული ევრაზიის ქვეყანა, გარშემო ყავს უშუალო მეზობრები, ვთქვათ, იგივე ჩინეთი, უშუალოდ არ ესაზღვრება, მაგრამ ინდოეთიც ამ კონტინენტზეა, არის რეგიონული მოთამაშეები, ირანი, არის თურქეთი, ორივე ყოფილი იმპერია. შეერთებულ შტატებს აქვს ხო მაგის ფუფუნება, რომ რაღაც თუნდაც წარუმატებლად დასრულდეს სადღაც მისი კამპანია, დიდად ამას მისთვის რაღაცა ტრაგიკული შედეგები არ მოყვება. ეგ აი ჩვენ სანამ გადავალთ უშუალოდ ექსპერტები თუ ესა თუ ის პოლიტიკური მხარე რა შეფასებას უკეთებს, მანამდე ორი სიტყვით იმასაც ვიტყვი, რეალურად რა ხდება, აი რეალურად მანამ შეფასებებზე გადავალთ, უკრაინა საკმაოდ არასამართლიანად ექცევიან. ეგ არის მაგას მე მესმის, რომ ეს რაღაცა ჯუნგლების კანონია და არანაირი რაღაცა კანონები არ არსებობს საერთაშორისო დონეზე და ყველა მტაცებელი პრინციპით უდგება, მაგრამ უკრაინას რაც მოსდის, ეგ ცალსახად უნდა ითქვას, რომ არასამართლიანი რაღაც მოსდის, იმიტომ რომ თან დასავლეთის მხრიდან, ამერიკის მხრიდან არასამართლიანი მიდგომაა და რატომ? რას გულისხმობს? საქმე იმაშია, რომ უკრაინამ გააკეთა დასავლეთის მხარე აირჩია და
და ამის გამო იომა. ანუ აი მოკლე შინაარსი ამ ყველაფრის ეგ არის, რომ უკრაინა დასავლეთის მოკავშირე გახდა, რუსეთს დასავლეთი უპირისპირდება და უკრაინა დასავლეთის მოკავშირე გახდა. და ამის გამო კონფლიქტი მოვიდა რუსეთთან. დასავლეთის მხარე რო აირჩია, ხო? იმიტომ რომ უშუალო მესაზღვრე უკრაინა, ამერიკაც არ არის და კონკრეტულად სხვა ევროპული ქვეყნებიც არ არის. უშუალო მესაზღვრე გადავიდა ამერიკისკენ. ამერიკის მხარდაჭერის იმედად გადავიდა იმათკენ და კონფლიქტი მოხდა.